ჩვენითა მამისათა და დადისათა და სულისა ჩვენისათა ჩვენთან არის ღმერთი. კი უცადოთ ევანგელ დღესასწაულს. ეს სასწაული დღე არის. ხსენება არის იოსებ დამწინდელისა. ეს საღვთო განგებულებისა მცველი და დაარაჯი. დედა ღვთისმშობელი მას მიათხოვებს, მაგრამ ეს საღვთო განგებულებით იმ დიდი საიდუმლოს ცველად დაადგინეს, რომელიც ჯერ კიდევ მთელს ქვეყნიერებას არ ჰქონდა გაცხადებული. რადგან მამები ამბობენ, რომ ეშმაკი იბრძვის ყოველთვის და შეიძლებოდა რომ რაღაცა განსაცდელი შეერთვია წმინდა ოჯახისათვის. ამიტომ ასაკით უფროსი იყო საკმაოდ და ესე დედა ღვთისმშობლის მცველად, საღვთო განგებულების მცველად დაადგინეს. დავით წინასწარმეტყველი, საღვთო მთქმელი, წმინდანი, რომელსაც უფალი პირდაპირ ესაუბრებოდა. მაგრამ მისმა დაცემამ ყველაზე ესეთი საოცარი ფსალმუნი ათქმევინა. სინანულით სავსე გულმა ამოთქვა ის ფსალმუნი, რომელსაც ჩვენ ყველანი დაუსრულებლად ვიმეორებთ. ღმერთმა დაუშვა, იმიტომ რომ ჩვენ დაგვანახოს თუ სინანული რამდენად სიცოცხლის მომცემი არის დაცემული სულისათვის და რამდენად მანუგეშებელი არის თავდაბალი ადამიანისათვის. ვინც თავდაბალია, მასთან სინანული ყოველთვის არის. თავს არ აიმაღლებს და არასოდეს სხვაზე აღმატებულად არ წარმოედგენს თავს. დავით წინასწარმეტყველი, ფსალმუნთა მთქმელი ამისი უმაგალითო მაგალითია, მიუხედავად ამ დაცემისა, სინანულით კვლავ ღირსი შეექმნა უფალთან ცოცხალი ურთიერთობის. იაკობ ძმა უფლისა, რომელიც სასწაული მლოცველი იყო, როდესაც რომ ნახეს, მუხთა დრეკას იმდენს აღასრულებდა, რომ ტყავი გასქელებული ჰქონდა და ამბობდნენ, როგორც აქლემის მუხლი, ისეთი არისო მისი, ეს მუხლები. და ეს ყველაფერი ჩვენ გავგვეცხადა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ დღევანდელებმა თუ ბოლო ჟამის მორწმუნეებმა ვისწავლოთ, თუ როგორი ჯილდოა ღვთისაგან სიმდაბლე, თუ როგორი ხსნა არის ღვთისაგან მოვლენილი სინანული, თუ როგორი არის უნარი იცოდეს საღვთო განგებულება ან თუ რამ საიდუმლო და ამას არ ამბობდე სანამ დრო არ დადგება, რომ აღმოთქვას პირმა და ბაგემ და ეს ყველაფერი შემდეგ საცნაური გახდეს მთელი ქვეყნიერებისათვის. ქრისტეს შობა პირველად ეხარად მწყემსებს უბრალო ადამიანებს. აგელოზნი გალობდნენ და მთელმა ქვეყნიერებამ მაშინ გაიგო. ქვაფსაშინა ბაგაში მიწვენილი, სახვევებში გახვეული, მდაბლად მოსული ღმერთი შემოქმედი ხილულისა და უხილავისა. ეს ყველაფერი ჩვენთვის იქნა, ეს ყველაფერი ჩვენთვის ითქვა, რომ ვისალოთ თავმდაბლად ღვთისადმი მსახურება, დიდება და მადლობა ყოველთვის უფლისა. აქ მოციქულიც გვასწავლის. ყოველთვის, ყველაფრისათვის მადლობდეთ ღმერთს. წმინდა ნიკოლოზ მღვდელმთავარი, მისი ხატი მოგზანდა, ათონური ხატი არის, საოცარი სასწაულთმოქმედი ხატი არის და მისი საგალობელი ტროპარი ამბობს, სიმდაბლითა სიმაღლე შეიძინა. ანუ ეს ჩვენთვის ითქმა. სიმდაბლე ადამიანს საღვთო სიმაღლეს შეძენს, როგორც წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი არის. და სიგლახაკითა სიმდიდრე გვასწავა. ვინც გასცემს ხელი მოწყალე არასოდეს არ არის ცარიელი. ასე რომ გული მოწყალე და ხელი მოწყალებისა გამცემი ყოველთვის ღვთისმადლით სავსეა. ამინ. ვერთმაინებელს ჩვენი ყველასი თავმდაბალი ღვთისამსახურება მოყვასის სიყვარული როგორც საკუთარი თავისა. ღვთისადმი ერთგულებით ღმერთმა ორსავ სოფელში ერთად გვამყოფოს. იმ საღვთო განჩინების აღსასრულებლად, რომელსაც ქვია, სასოფელოში დაუსრულებლად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდა სასულსა, ას და უკუნისამდე. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, მამა ილიამ ჩამოაბრძანა ეს ხატი, ძალიან გაგვახარა ჩვენს, ცოტა დავღალით, მაგრამ რას ვიზარდ ახლა. მაგრამ ყველამ ეს სიხარული გავინაწილეთ თანაბრად. ღმერთმა გაგახარეთ.